მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი მარწყვის ჯემი კონფიტიური, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ. შინაურულის არხზე არის მარწყვის მურაბის, ასევე მარწყვის არაერთი ტორტის რეცეპტებიც. მას ასე გარეცხილი და გასუფთავებული მარწყვი მოვათავსოთ ქვამში. დავაყაროთ 1 კილოგრამ მარწყვს 350 გრამი შაქარი. მე დავამატე 50 მილილიტრი წყალი 1 ჩაისკოს ლიმონის წვენთან ერთად. შეგიძლიათ წყალი არ დაამატოთ, თუ მარწყვს შაქართან ერთად წინასწარ რამდენიმე საათით გააჩერებთ. მარწყვი ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, რა თქმა უნდა ადუღებიდან და შემდეგ კი ხელის ბლენდერით დავაქუცმაცოთ. თუ ხელის ბლენდერი არ აგაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ ხელის სასრესით დაჭრილიტოთ და ასე დააქუცმაცოთ. დაქუცმაცებული მარწყვი ისევ დავადგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ. მოდუღების პროცესში მოვხადოთ ქაფი და ვადუღოთ ადუღებიდან 20 წუთის განმავლობაში. ხოლო შემდეგ კი უგემრიელესი, არომატული, ფერშენარჩუნებული მარწყვის ჯემი მზად არის, რომელიც ცხელივე ჩავასხათ უკვე დასტერილიზებულ ქილებში და მოვხუფოთ. მოხუფული ცხელი ჯემის ქილები შევფუთოთ გაცივებამდე და უგემრიელესი, არომატული და ძალიან კარგი ფერის ჯემი მზად არის. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.